განვიხილოთ ტონერპადები, რომელიც რუტინაში აუცილებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს. უბრალოდ მე მაქვს და ვიყენებ და სიმართლე გითხრათ ძალიან შემიყვარდა, რადგან ჩემთვის ყველაზე რთულ პერიოდში ზუსტად აი ამ ტონერპადებმა გადამარჩინა. დავიწყებ ცენტელიან 24-ით, თან განახებთ როგორია. შეიცავს ტეკას, ტეკა არის როგორც ბრენდი გვეუბნება, დაპატენტებული ვერსია, ეს არის ცენტელა აზიატიკა, რომელიც გაცილებით ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივი ცენტელა აზიატიკა. ასევე შეიცავს ნიაცინამიდს და გვირილის ექსტრაქტს. ორი სხვადასხვა მხარე აქვს, შედარებით ასეთი პრიალა მხარეა, ოდნავ აქ ასე დაზოლილი. ებრძვის პიგმენტაციას, ასუფთავებს და ამშვიდებს სახის კანს. გადავიდეთ real barrier-ის ტონერპადებზე, რომელიც არის დამატენიანებელი, შეიცავს პანთენოლს და ასევე შეიცავს LHA, PHA მჟავებს, რომელიც არის მსუბუქი ამქერცლავი მჟავები, ისეთი რომ არ გააღიზიანოს მშრალი კანი. განახებთ ახლა ვიზუალურადაც. ძალიან ნაზი და სასიამოვნო ზედაპირი აქვს. შეგიძლიათ დაიდოთ, გაიჩეროთ 5-დან 10 წუთამდე და შემდეგ კარგად გადაიწმინდოთ კანი. გამაგრილებელი პადები, რომელიც გაჟღენთილია სპეციალური ყინულოვანი წყლებით, ასევე შეიცავს ალანტოინს, პანთენოლს, საოცრად ამშვიდებს სიცითლისკენ მიდრეკილ კანს და ასევე მოქმედებს ფორებზე. ძალიან ნაზია, ასეთი საყვარელი მთვარისებური ჭრილი აქვს, რომელიც მოსახერხებელს ხდის თვალის ქვევით რომ დავიდოთ. რადგან მისი მთავარი ფუნქცია კანის გაგრილება და დამშვიდებაა, ვფიქრობ იდეალური იქნება ზაფხულის ცხელ დღეებში. გამიზიარეთ კომენტარებში თქვენ თუ იყენებთ ტონერპადებს და რომელია თქვენი საყვარელი. ვისაც სურვილი გექნებათ კორეული თავის მოვლა რომ გამოიწეროთ იესთაილიდან, აღწერაში აუცილებლად დაგიტოვებთ ჩემი ფასდაკლების კოდსაც. მოусმინეთ საკუთარ კანს, მადლობა რომ ბოლომდე მიყურეთ.